სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს და უღრმავდება მას, ჩვენი საკუთარი დაცემული ბუნება, ანუ ღმერთს დაცილებული, დაზიანებული ბუნება ბევრ სიუპრიზს გვიწყობს. ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, მაგრამ აი როდესაც სულიერ ცხოვრებას შეუდგება ადამიანი, აღმოაჩენს, რომ იმდენი სიღრმეა ჩვენში, უცნობი, შეიძლება ვთქვათ ჯოჯოხეთურიც კი, იმდენად მოულოდნელობებით აღსავსეა ჩვენი დაცემული ბუნება, ისეთ სიუპრიზებს გვიწყობს ჩვენი ნება, რომ ადამიანი მერე გაუგდება და მისთვის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მღვიძარებისა და სიფხიზლის სათნოება, განსჯის სათნოება და განსჯისა და სიფხიზლისა და მღვიძარების გარეშე ადამიანს არ შეუძლია გადარჩეს. იმდენად მოწყვლადი ხდება ჩვენი დაცემული ბუნების გამო, რომელიც პლაცდარმი ხდება დემონური ძალების და ადამიანი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს თავის რას? ეგოიზმს, ანგარებას, სიამაყეს, პატივმოყვარეობას, უკიდურეს ინდივიდუალიზმს, უსიყვარულობას, ქვენაგრძნობებს. ადამიანი ვერ აკონტროლებს სიამეთმოყვარეობას, ვერ აკონტროლებს და მას ნიღბავს სხვადასხვა შესაძლებლობებით. ცივილიზაციაც გვეხმარება ამაში და ჩვენ ხშირად ამ ჩვენ დაცემულ ბუნებას ვნიღბავთ კულტურით, ხელოვნებით, მეცნიერებით, რომელიც თავისთავად ცოდვა სულაც არ არის პირიქით ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი ამ მიწიერი სიკეთეებით ვნიღბავთ ზნეობრივი ნორმებით, ვნიღბავთ ჩვენ დაცემულ ბუნებას. მაგრამ როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, ეს ყველაფერი მის წინაშე ნელ-ნელა შიშვლდება. ერთ-ერთი რა პრობლემაც გვაქვს ჩვენი ყველა ვამბობ დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნება, რაც მემკვიდრეობით მოგვეცა ადამიანისგან. ერთ-ერთი რაშიც ის თავს ავლენს, ეს არის კომფორტის სიყვარული, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ავლენს თავს და ზოგადად ადამიანს უნდა რომ იყოს მშვიდად, უნდა იყოს განსვენებული ნასიამოვნები. ზედმეტი დაღლის და გადაძაბვის გარეშე, ზედმეტი თავგადასავლების გარეშე. ეს მდგომარეობა თავს ავლენს სულიერ ცხოვრებაშიც, ადამიანის რელიგიურ ცხოვრებაშიც. მე სხვადასხვა ხასიათები აქვს, ზოგში ძალიან ვლინდება, ზოგში ნაკლებად, მაგრამ ეს პრობლემა მთლიანად ზოგადად ყველას აქვს, რომ მინიმალური ენერგიის ხარჯვით მაქსიმალური შედეგი და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და ეს მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებას აქცევს, აი როგორც ჭაობივით ხდება ადამიანის ცხოვრება. დღე-დღეს ემატება ადამიანის ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული განსაცდელი ღვთისდაშვები თუ არ მოხდა, რაღაც ერთფეროვანი მდგომარეობა აქვს ადამიანს, თუ ადამიანმა მეტნაკლებად კარგი აღზრდა და განათლება მიიღო, ის ცდილობს, რომ ეს ცივილური ნორმები, ცხოვრების წესისა, კულტურული შეინარჩუნოს და რაღაც ერთგვარ აი ესეთი ტექნიკურ ტერმინს გამოვიყენებ, სტაგნაცია რასაც ქვია, აი მკვდარი წერტილი, ანუ კარგია, გუშინაც კარგი იყო, დღესაც კარგია, ხვალეც ეგეთი კარგი იქნება. გუშინაც არ ჩადიოდა უზნეობას, არც დღეს არ ჩადის და არც ხვალ არ ჩაიდენს. ხო, გუშინაც რაღაც ცხოვრების წესი ქონა, დღესაც იგივე ცხოვრების წესი აქვს და ხვალეც იგივე ცხოვრების წესი ექნება. გუშინ როგორც იყო ღმერთთან, დღესაც ასეა და ხვალეც ისე იქნება. და აი აქ დავინახავთ, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი რელიგიური ცხოვრება აი ამ ყოველდღიურ ერთფეროვნებაში გაჟღენთილია, გასულია და ეს ჩემში თვითკმაყოფილებას იწვევს. მორწმუნე ვარ და აღსარებელიც ვარ, მაზიარებელიც ვარ, აგერ აქაც დგავარ, გესმით? ანუ აი ეს მდგომარეობა აქვს ადამიანს. რა მოხდა მერე? ცუდია ადამიანი იტყვის. ცუდია. იცით რატო? იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენში ღმერთი იყოს ისე, როგორც ხა ყველაფერი დანარჩენი. დღე-დღეს მისდევს და არაფერი არ იცვლება. ყველაფერი ცუდად კი არ არის, კარგად არის.
არც ბოროტებას ჩავდივარ, არც უზნეობას ჩავდივარ, არც რაღაცა დესტრუქციული ვარ საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, სოციუმისთვის. ჩვეულებრივად ვარ. აი როცა აი ამ რიგში დგება და ამასთან ერთად იმყოფება რელიგიური სულიერი ცხოვრება, ეს არის ძალიან ცუდი რამ. იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება იქ არის, სადაც ნამდვილი, არა რელიგიურობა, არამედ ნამდვილი სულიერი ცხოვრება იქ არის, სადაც ცეცხლი ანთია. ცეცხლი და ცეცხლს რათვისება აქვს. იგი ანათებს, იგი ზეცისკენ მიისწრაფის, იგი ხურვალებაში ამყოფებს იმ გარემოს, იგი წვავს კიდევაც. ის შეუძლებელია იყოს სხვა სტიქიასავით, სადაც ცეცხლი ანთია. აი დღესაც გესმოდათ ალბათ ხმამაღლა, ღვთისმსახურების რაღაც ნაწილია, სადაც ხმამაღლა ვამბობთ და გარკვეულ სიმბოლურ მოქმედებას ჩავდივართ. კურთხეულარს მდუღარება წმინდათა შენთა. ანუ ჩვენ ვაკურთხებთ რას? ღვთის წმინდანების მდუღარებას. და მე ვამბობთ მდუღარება სარწმუნოებისა აღსებულ არ სულისა მიერ წმინდისა. ანუ სადაც ჯერ კურთხეულია წმინდანების მდუღარება. სულით მდუღარენი იყვენით პავლე მოციქული ამბობს. და სადაც მდუღარებაა, იქ არის უკვე მადლი სულისა წმინდის. ანუ ღმერთი გიებს იქ სადაც არის მდუღარება, მადლის მიერი მდუღარება სულიერი ცხოვრების. და ყველაზე მეტად ერთ-ერთი რაც ჩვენი გვაკლია და ჩვენი დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინება, რომელმაც რელიგიურ ცხოვრებაში შემოაბიჯა ჩვენში, სწორედ ეს არის. ანუ ცეცხლოვანების დეფიციტი, მდუღარების დეფიციტი, როცა უფალი ამბობს, რომ ცეცხლისა მოვედ მოფერად ქვეყანას აზედა და მნებავს, რომ აწვე აღეგზნას. რა უშლის ადამიანს ხელს, რომ იყოს სულიერ ცხოვრებაში მდუღარე? თან შეიძლება ასე იყოს, რომ ხანდახან ეს მოვიდეს ჩვენში, მაგრამ მას დიდხანს ვერ ვინარჩუნებთ. რაღაც ისევ სტაბილურ მდგომარეობაში გადავდივართ. ქრისტიანი არ უნდა იყოს სტაბილურ მდგომარეობაში. ქრისტიანი მუდამ მზარდ ცეცხლოვანობაში უნდა იმყოფებოდეს, თუ ის ქრისტიანია. აბა როგორ ხდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იბადება და გრიგოლ ხანძთელის სიმაღლეს აღწევს? ჩვეულებრივი კაი ძველია, ჩვეულებრივი ადამიანი დაიბადა მე-20 საუკუნეში და იოსებ ისიქასტის სიმაღლეს მიაღწია. როგორ ხდება ეს? რანაირად ხდება ეს? რა გააკეთა ასეთი ამ ადამიანმა? არ გაჩერებულა. მისთვის სულიერი ცხოვრება ყოველდღიურ რაღაც ერთფეროვნებად არ გადაქცეულა. მისი ცეცხლი მუდამ იმატებდა, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, წმენა, რომელიც ჩვენ მოგვეცა, ეს არის სანთელი, რომელიც მზეთ უნდა გადაიქცეს ჩვენ შიგნით, მზეთ. ხო და ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ როგორც სხვა ყველაფერში აქაც ესე ყოველდღიური რელიგიურობით კმაყოფილდებით და თითქოს ადამიანს რაღაცა შიგნით რაღაცა წერტილი აქვს ისეთი, რომელსაც ვერ აბიჯებს. აი, ხშირად არის ხოლმე ზოგიერთ ქვეყანაში მანქანებს აქვთ ზღურული სიჩქარე დაწესებული და რაღაცას აკეთებენ კომპიუტერულად, რომ როგორც არ უნდა დააწვე სატელეფონს ფეხი, რომ მიაწოდო საწვავი, მანქანა იმაზე ჩქარა არ მიდის. ანუ არ შეუძლია მანქანას გარკვეული სიჩქარის იქით უფრო მეტი სიჩქარით სიარული, რაღაც ზღურული სიჩქარე აქვს. აი რაღაც ესეთი ზღურული წერტილია თითქოს ჩვენში, რომელსაც ჩვენ ვერ ვლახავთ. წლები გადის ეკლესიაში ვარ და ვერ გადავაბიჯეთ ამ შემომსაზღვრელ რაღაცა ხაზს, წითელ ხაზს თუ წერტილს. რა ხაზია და რა წერტილია ეს? გვეშინია, რაღაც შინაგანად უფრთხით, რომ გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს. და შეიძლება ვიღაცა მეფიქროს, რომ ეს ზღვრული რაღაცა ხაზი ან წერტილი რაღაცა ისეთი რაღაცა ფენომენია, რომელიც ზიადამიანად უნდა ვიქცე, რაღაცა ძალიან მაგარი რამე უნდა გავაკეთო ისეთი, რაც ჩემი ბუნებას აღემატება ისე, რომ რაღაცა რა ვიცი, ან საერთოდ საჭმელი არ ჭამოა ზოგს ესე გონი, ან არ დავიძინო, ან რაღაცა ისეთი გავაკეთო, წარმოუდგენელი. და სინამდვილეში ეს ასესულაც არ არის. ის რის გამოც ჩვენში ეს რაღაცა წერტილი შემომსაზღვრელი წითელი ხაზი არსებობს და ჩვენი ცხოვრება, სულიერი ცხოვრება ერთ-იგივე ადგილს ტკეპნის უკვე მრავალი წელია, ეს წერტილი შექმნილია ჩვენში
იმ ვნებით, რომელსაც სიამაყე ქვია. ანუ ამ წერტილის გახსნა, ამ წითელი ხაზის მოცილება, როცა ჩვენი სულიერი ცხოვრება უკვე განვითარდება უსასრულობაში, ამისათვის საჭიროა სიამაყის, ამპარტავნების, საწინააღმდეგო სათნოების ჩვენში მოხვეჭა და მოპოვება, რომელსაც ქვია თავდაბლობა, სიმდაბლე, დაბალმცნობიერება. გესმით? გამოვლენილი მორჩილებაში. მორჩილების ქრისტიანული გაგება და არა საერო გაგება. ისევე როგორც თავისუფლების ქრისტიანული გაგება და არა საერო გაგება. სამწუხაროდ ეს საერო გაგება იმდენად არის ხოლმე შემოსული ეკლესიაში თავისუფლების სხვადასხვა ცნებებში და მათ შორის თავისუფლებასა და მორჩილებაში, რომ თვით თეოლოგებსაც კი, ოფიციალურ თეოლოგებსაც კი, მაგრამ რომლებიც უფრო მეტად სასკოლო თეოლოგიით არიან დაკავებულნი და პრაქტიკული სულიერი ცხოვრების დეფიციტი აქვს, იმათაც ვერ გაურკვევია და ხშირად თავისუფლებას და მორჩილებას ერთმანეთს უპირისპირებენ, როგორც ურთიერთგამომრიცხავ ღირებულებებს. სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. თავისუფლება და მორჩილება სულაც არ არის ურთიერთგამომრიცხავი, თუ ჩვენ მას ქრისტიანული გაგებით შევხედავთ და არა საერო გაგებით. ასეა თუ ისე სიმდაბლე, დაბალცნობიერება, თავდაბლობა მორჩილებაში გამოვლენილი არის ის სათნოება, რომელიც ამ შემომსაზღვრელს, ამ წითელ ხაზს თუ იმ წინაღობას შიგნით მოგვიხსნის და ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდი სისწრაფით განვითარდება. და დრო ცოტა გვაქვს, იმიტომ რომ უნდა მოვასწროთ ჩვენ გარდაცვალებამდე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ წმინდა წერილი არ გვაძლევს საშუალებას კომფორტის ზონაში ვიმყოფებოდეთ. თუ ჩვენ წმინდა წერილის მიხედვით ვიცხოვრებთ, ის არ მოგცემს საშუალებას ვიყოთ რელიგიური კომფორტის მდგომარეობაში. არამედ ის გვაიძულებს, რომ ეს ჯებირი შერაგანი გავარღვიოთ და ჩვენი სარწმუნოება გახდეს მდუღარე და ცეცხლოვანი, როგორც უფალი თავად ითხოვს ამას ჩვენგან. და ამას ბევრ განაკეთებს წმინდა წერილი, ეს უფლის სიტყვებიც არის, როგორ ესაუბრება მოციქულებს, როგორ ელაპარაკება მოციქულებს, თავად მე მოციქულთა სწავლება თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. აი მაგალითად დღეს წავიკითხეთ ესეთი რამე. მათეს სახარების მე-20 თავია. უფალი ეუბნება მოციქულებს, თან მიდიან და გზაში ელაპარაკება. აჰა ესე რა აღვალთ იერუსალიმად და ძეკაცისა მიეცეს მღვდელმოძღვართა და მწიგნობართა. ანუ ელიტა, რელიგიური და საერო ელიტა, იმდროინდელი ისრაელიერისა. მათ მიეცეს, ანუ ისინი დააპატიმრებენ დასაჯონიგი სიკვდილად. ანუ სასიკვდილო განაჩენს სასამართლოს მოუწყობენ და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. და ვის მოაკვლეინებენ, მისცენ იგი წარმართა კიცხვად, ტანჯვად და ჯვარცმად, უკიდურესი დამცირებით. და მე ამბობს მესამესა დღესა აღდგეს. აი ეს რაც ყველაფერი თქვა უფალმა, ეს უნდა ყოფილიყო, ისე იგი აი ცივი წყლის გადასხმა ჯერ მათი რწმენისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხო, სხვა გეგმები ქონათ მოციქულებს, ფიქრობდნენ რომ უფალი მსოფლიო მეფე გახდებოდა მიწიერი და აი სასუფეველი, ანუ სამეფო მიწიერად წარმოედგინათ. გესმით და ამ დროს, ანუ და იესო ქრისტე როგორც ძლევამოსილი მეფე ამ სასუფევლისა და უცებ ეუბნება რომ უნდა გამასამართლონ, უნდა მერე გადამცენ წარმართებს და მერე ტანჯვით და უკიდურესი შეურაცხყოფით, როგორც იყო ჯვარცმა, უკიდურესი შეურაცხყოფით უნდა მომკლა. ეს ერთი ცივი წყლის გადასხმა და შოკში რო ამყოფებდა მოწაფეებს. რას ამბობს? და ამას მოყობა კიდევ ერთი შოკის მომგვრელი სიტყვა. და მესამესა დღესა აღდგეს, ანუ აღდგეს გაცოცხლდეს. აი ის რელიგიური ცნობიერება, რომელიც აქვთ მოციქულებს, რომლებიც ძველი აღთქმიდან მოყვებათ. იმ რელიგიური ცნობიერების რღვევას ნახეთ როგორ ახდენს უფალი. ისეთ რამეს სიმართლეს ეუნება, ხო არ იგონებს რამეს, მაგრამ ისეთ რამეს ეუნება, რომელმაც უნდა დააცამტეროს, დაამტრიოს, დაარღვიოს ეს ძველი რელიგიური ცნობიერება, რომ სიახლე დაიბადოს მათში. და რა ხდება ამის შედეგად? ხდება ეს თუ არ ხდება? და არ ხდება. ანუ მოციქულებს ის ძველი რელიგიური ცნობიერება არ ერღვევათ. და ნახეთ როგორ ჩანს ეს. ამ ასეთი საუბრის მერე მაშინ მოუხდეს იესოს დედა იძეთა ზებედესთა იძეთა მისთა თანა
თაყვანის სცემდეს მას და ითხოვდა რა ესმე მისგან. იოანე მოციქული და იაკობ მოციქული, ქუხილის ზენი, ხურვალე მოციქულები თავის დედასთან ერთად მიდიან და დედა ეუნება რაღაცა უნდა გთხოვოთო და შეგვისრულეო და იცით ხო რასაც ითხოვს რომ მე მინდაო რომ აი შენ რომ გამეფთები შენ სამეფოში ჩემი შვილი ერთი შენს მარჯვნივ დაჭერს და მეორე შენს მარცხნივ ანუ შენი პირველი ვეზირები შეიძლება პირველი მინისტრები შენგან ძალაუფლება მიიღონ იმ დიდებულ სასუფეველში გესმით აი ეს ამას ითხოვენ იმის სანაცვლოდ რაც ესმით და გახსოვთ ხო უფლის პასუხი რომ თქვენ შეგიძლიათ რომ არიცით რა სითხოვთ არიცით იმიტომ რომ მეგელაპარაკებით ჯვარცმაზე ტანჯვაზე და თქვენ კიდე უკვე დიდება გინათ გოლგოთის გარეშე არიცით რა სითხოვთ ეგ ერთი და მერე რომ ითხოვ შეგიძლია რომ ის გააკეთო რასაც მე გავაკეთე აი ასე უნება ხო ესე იგი ის სასმელი რომელიც მე უნდა შევსვა და ეს ნათლისღება რომელთაც მე უნდა ნათელ ვიღო თქვენ თუ შეგიძლიათ ანუ ის გზა გაიაროთ რაც მე უნდა გავიარო გამომყვებით და აი აქ ჩანს ამ ძმების გულმხურვალება ძალგვიც ეუნე ძალგიც დროს გააკეთოთ ძალგვიც ანუ გამოყვებით ბოლომდე მათი ცხოვრებით დადასტურდა იაკობ მოციქული არის პირველი ვინც მოიკლა მოციქულთა შორის ყველაზე პირველი ის მოკლეს 12 მოციქული და იოანეს კიდე ნუ ჯვარცმასთან იდგა ბოლომდე გაყვა ერთადერთი მოციქული რომელიც ბოლომდე გაყვა ხო აი რაღაც ესე ანუ მათ ეს პრინციპში ეს სიტყვა შეასრულეს კიდევაც მაგრამ აი აქ არის ძალიან საინტერესო სიტყვები უფლისა გახსოვთ ეს მე ამაზე ადრეს მისაუბრია თქვენთან დიახაც მიუგოიოსუმად სასუმელი ჩემი შესვათ ნათლისღება რომელიმე ნათელ ვიღო ნათელ იღოთ მაგრამ მიუხედავად ამისა რომ თქვენ ამას ყველაფერს გააკეთებთ დაჯდომა მარჯვენი ჩემსა და მარცხენით არ არის ჩემი მიცემად არამედ ის გამზადებულ არის მამისა ჩემისა მიერ და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს ყოველთვის რომ ერთია რომ მე რა მინდა მეორეა მე რას ვაკეთებ და არის მესამე არსებობს საღვთო ნება, საღვთო განგებულება, რომელსაც თუ ჩემი სურვილი ეწინააღმდეგება, არავითარ შემთხვევაში ის არ აღსრულდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, თახე უფალი როგორ ამბობს, რომ მეც კი ვერ მოგცემთ ამას, ზეციური მამის მიერ არის განსაზღვრული. და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ღვთისმეტყველებიდან რომ ამას და ძეს ერთი ნება აქვს, მაგრამ ესენი ხო გარდა ღმერთისა მასში ხედავენ ადამიანს, მათ უსაყვარლეს მოძღვარს. რომელსაც ადამიანური ლებაც აქვს, რომელთაც გამოხატავს უფალი მოციქულებისადმი სიყვარულს. ხო და რაღაცა ეს სენტიმენტალიზმი არის შეპარული, დედიკო წაიყვანეს და აი როგორმე ესე იგი ჩვენ დავწინაურდეთ და უფალი ეუბნება, კი ბატონო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ, ბოლომდე გამომყვებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისნება აქ არის დაფარული. თქვენ არიცით რა არის ღვთისნება და ღვთისნება განსაზღვრავს, ვინ მარჯვნივ, ვინ მარცხნივ და ასე შემდეგ. და გახსოვთ მე ადრეს გითხარით რომ თვით გეციმანის ბაღში როცა იესო ქრისტეს ადამიანური ნება ამბობს რომ ამაცილეს სასმისი თვით იესო ქრისტეს ადამიანად მოსული ღმერთია როგორც სუბიექტი როგორც პიროვნება მისი ადამიანური ნებაც კი არ არის თანხwebdriverში რა ღვთისნებასთან რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მისი ჯვარცმა მისი სიტყვაც კი არ სრულდება გესმით იყოს არა ჩემი არამედ შერინება. ამიტომ ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს და ესეც არის ერთ-ერთი ის რაც ჩვენ გვაფხიზლებს. ანუ ვერ ჩვენ ხშირად გონია რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე უნდა წარიმართოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ქრისტიანის გზა არის ჯვარსახოვანი გზა გოლგოთისკენ, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან უფალი ამბობს ამას ჭირდება სიმტკიცე სულისა და გულმხურვალება. გარდა ამისა, ეს ქვეყანა ისე არ და ჩემი ცხოვრება ისე შეიძლება სულაც არ წარიმართოს, როგორც მე მინდა ეს, იმიტომ რომ მე რომ მინდა ის შეიძლება არ იყოს ღვთისნებასთან თანხwebdriverში, ამიტომ მე უნდა ვიყო მზად იმისათვის, რომ წარიმართება საერთოდ სხვანაირად, ვიდრე მე გეგმავ და მე მაწყობს და მე მინდა და მე მსურს. და ეს ყველაფერი მაიძულებს, რომ ამ მკვდარი წერტილიდან გამოვიდე
და ჩემს გულში ცეცხლი აინთოს, მივცე ღმერთს საშუალება ცეცხლი აინთოს, ოღონ ამისათვის მე უნდა ვისწავლო მორჩილება ღვთისგანგებულებისადმი. და ეს მორჩილება ღვთისგანგებულებისადმი არის ის, რასაც სიმდაბლის, თავდაბლობის სათნოება ქვია, რასაც თავიდან ვამბობდით. და მე უფალი ამბობს ესეთ რამეს. ხო, თქვენ გონიათ, რომ თუ დიდი ხარ უნდა იყო წინ დამდგარი და აი ეს არის წარმართული, არასულიერი მიდგომა უფრო სწორედ, არაქრისტიანული მიდგომა და ესეთ რამეს ამბობს. ანუ დიდი ის არის, თქვენ ფიქრობთ, რომ ვინც ჩემს მარჯვნივ დაჯდება, ასე ხედავ. და ხოლმე რა არის ეს მარჯვნივ დაჯდომა, ამას ვერ ხვდებით თქვენ. ხოლო თქვენ შორის არ იყოს ესე, როგორც არის ურწმუნოებში. არამედ რომელსა უნდა თქვენ შორის დიდყოფა იყავ თქვენ და მსახურდა, რომელსა უნდა თქვენ შორის წინაყოფა იყოს თქვენ და მონა. აქაური წარმატებულობა განსხვავდება მიწიერი საზომისაგან. აქაც სიმდაბლე და თავდაბლობა ვლინდება. და მე თავისი მაგალითი მოყავს უფალს, ვითარცა კაცისა არა მოვიდა რათამცა იმსახურა, არამედ მსახურება და მიცემა სული თვისი სახსრად მრავალთათვის და თავის მაგალითს ეუბნება, რომ მე მოვედი, ღმერთი ვარ, მოვედი, მაგრამ იქ ფეხები დაბანა აჩვენა ხო თავდაბლობა და მე თქვენთვის მე მოვკვდი. და თქვენი ცოდვები მე ვიტვირთე და შენი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში აღარ აღმოჩნდები, იმიტომ რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, იმიტომ რომ შენი ცოდვების გამო მე მოვკვდი, ღმერთი მოვკვდი ჯვარზე, ადამიანად მოსული ღმერთი მოვკვდი ჯვარზე. ამიტომ შენ არათუ გეპატია, არამედ გაგამართლე მე, საღვთო სამართალმა გაგამართლა. ალოგიკურად, როგორ გაგამართლა, მე მოვკვდი შესმაგივრად, მაგრამ აი ეგრე გაგამართლა. გესმით, აი ეს არის ის დიდებულება, რომელსაც ადამიანური ლოგიკა ვერ ხვდება, მაგრამ ეს არის და არადა ღმერთია და მოგვემსახურა ბოლომდე. და ლუკას ახარებაში ხო გახსოვთ რა წერია, რომ დაბრუნდება, როგორ აღწერს ლუკა მახარებელი, როგორ არის თავად ქრისტე როგორ ამბობს, ხო, როგორ არის აღწერილი უფლისდიდები დაბრუნება. აპოკალიფში ცოტა სხვანაირად არის, ხო, აღწერილი. მაგრამ ნახეთ როგორ წერია ლუკას ახარებაში, რომ დაბრუნდება, კვლავ მოგვემსახურება. კვლავ, აი, წელზე მოირტყავს, როგორც ფეხებს რო ბანდა, ანუ წელზე მორტყმა ნიშნავს შესამოსლის აკეცვასაც, გზელი შესამოსლები ეცვათ, რომ სამუშაოში ხელი არ შეეშალოს. აი ესე მოირტყა წელზე და ფეხები დაბანა და ლუკა მახარებელთან წერია, რომ მოვა კვლავ მოირტყავს წელზე ამ შესამოსლს და კვლავ მოგვემსახურება. ესმით? აი ეს დამოკიდებულება აქვს ღმერთს ჩვენს მიმართ. და ამიტომ ამას რატო აკეთებს? ის ხო ადამიანად მოვიდა, მაგალითს გვაძლევს, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ ერთმანეთისთვის. და აი პავლე მოციქული აქედან გამომდინარე, მე ამბობს პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, რომ რწმენა ხო ნიჭია და ხო ამ ნიჭით ვარ ჩვენ, ეს ხო უმთავრესი ნიჭია ადამიანისა, რომ ადამიანად მოსული ღმერთისადმი რწმენა აქვს. და პავლე მოციქული ესე ამბობს, სულიერ ნიჭთა მიმართულ ტოლვისას, ანუ როცა გინდათ რომ ნიჭიერი იყოთ სულიერი თვალსაზრისით, ეცადეთ ეკლესიის აღსაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით. ანუ ეს ყველაფერი ეს ნიჭი გამოიყენოთ იმისათვის, რომ ეკლესია აღორძინდეს, ანუ ერთმანეთს მოვახმაროთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ და გავძლიერდეთ, გავმტკიცდეთ არა უბრალოდ როგორც ინდივიდები, არამედ როგორც ეკლესიის ქრისტეს სხეული, ანუ ეკლესია, ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ყოფობითაც ჩვენ პიროვნულ გადარჩენასაც მოვიპოვებთ, თუ იქნებით ქრისტეს მსგავს თავდაბლობაში და მოყვასისადმი და ღვთისადმი ერთგულებაში. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანამ. ამინ.